უფალი გვეუბნება, სული განმაცხოვებელ არ, ხოლო ხორცნი არაც სარგებელ არიან სიტყვათა, რომელთა გეტყვით თქვენ, სულ არიან და ცხოვრება. აი აქ უფალი გვეუბნება, რომ შენ ადამიანო მარტო ლოგიკურად რო აზროვნებ და ესე იგი ფიზიოლოგიურად აღიქვავ სამყაროს, არ ახარ მარტო ხორცი, შენ ხორცის გარდა ხარ, შენში ატარებ სულს და არა მარტო სულსაც, არამედ მე მატარებ შენში, როგორც სიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ადამიანი ეს არის ხორცი, სული და ღმერთი. ჩვენში ღვთის სუნთქვა. ესმიდა, ანუ ჩვენი აზროვნება, ანუ ჩვენი შემეცნება, ჩვენი გონება, ცნობიერება არ არის ლოგიკური აზროვნება მხოლოდ. ჩვენ გონებას არა მარტო ის შეუძლია სიგრძე სიგანე გაიგოს და გაზომოს, არამედ ჩვენ გონებას ღმერთის აღქმაც შეუძლია. ჩვენ არა გვაქვს უბრალოდ ტვინის ფუნქციით აღჭურვილი გონება, ჩვენი გონება ტრანსცენდენტულ ყოფიერებას წვდება. ესმით, აი ეს არის. ამიტომაც როცა აქ ლაპარაკია, რომ სული განმაცხოვებელია, აქ ლაპარაკია ჩვენ სულზეც, ლაპარაკია საღვთო სულზეც, ანუ ჩვენი აზროვნების დიაპაზონი არათუ ხორცს უნდა გასცდეს. ჩვენი აზროვნების დიაპაზონი უსასრულობას წოდება. ეს არის ქრისტიანი, ეს არის ნამდვილი ადამიანი. თავისუფლება რო გვინდა, თავისუფლება გინდა და შემოსაზღვრული ხარ შენი ლოგიკური აპარატით. სასაცილოა ადამიანი ამის იქით არ იყურება და თავისუფალი გონია თავი. ან მიწიერი საზღვრებით, მაშინ როდესაც ჩვენი თავისუფლება უსასრულობას წოდება და როგორ იქნება შენ თავისუფალი, თუ შენი აზროვნება შეზღუდულია შენი არჩევანით. ის არ არის შეზღუდული, შენი არჩევანით შეზღუდულია და ამბობ, მარტო ესე, აქედან აქამდე, იმის იქით არაფერიც არ არის და არაფერიც არ არის. მთელი ერთი ავტორიტეტი ეს ტვინის ფუნქცია. ამიტომაც არის ეს გვეუბნება უფალო, სული მაცოცხლებელია და მარტო ხორცით ნუ ცხოვრობ.